სუყობოდი რომ აი ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ჯუანშერ ბურჭულაძის პროცესია, გუშინ გრიგოლ ილუაშვილს შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა, ღარიბაშვილი პატიმრობას გადაურჩა, მაგრამ სასამართლოში სიარულს ვერა და ისწორედ ეს აი ამ თემით მინდა საუბარი დავიწყოთ თქვენთან. აი როგორ ფიქრობთ, აი რა პრინციპით არჩევს ბიძინა ივანიშვილი, ვინ უნდა გაუშვას ციხეში, ვინ უნდა დარჩეს გარეთ, ან როდის ვისი ჯერი შეიძლება დადგეს. აი ლილუაშვილთან დააკავშირებით ესე ვთქვათ არაოფიციალური ინფორმაციები, ჭორები სულ დადიოდა, მაგრამ ბოლოს ნახეთ რა სცენაც მოუწყო, ხომ? პროკურატურაში დაიბარეს მედიას იქ დაახვედრეს გრიგოლ ლილუაშვილი, რომელმაც თქვა რომ აი ღმერთის ნება აქედან გამოვალ თუ არაო და ვეღარ გამოვიდა, პირდაპირ ციხეში წაიყვანეს. მოკლედ კიდევ ერთხელ მოგესალმებით. აი მასე თუ თანხმდებით, რომ ეს არ არის, რა თქმა უნდა, მხოლოდ კობახიძის გადაწყვეტილება და კობახიძე მხოლოდ შემსრულებელია, მაშინ გავაგრძელოთ ბუნებრივი, უფრო ლოგიკური არის, ხო? იმიტომ რომ შეუძლებელია კიდევ ერთხელ ხაზგას ჩვენს მაყურებელს უნდა უთხრათ, რომ შეუძლებელია როგორც არ უნდა დაწინაურდეს რომელიმე პაიკი ბიძინა ივანიშვილის კარზე, ის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს. მით უმეტეს ამ სიმძიმის გადაწყვეტილებებს, რომელიც უკავშირდება მისი უახლოესი გარემოსთვის და ყოფილი სახელმწიფო მოხელეების დაპატიმრებას, ბრალის წარდგენას და ასე შემდეგ. ანუ მითი იმის შესახებ, რომ კობახიძე და მისი გუნდი რამ დაწინაურდა და ამიტომ ეხა ის მოქმედებს, მითია. ამიტომ ჩვენ თავიდან ბოლომდე უნდა გვესმოდეს, რომ ამ ყველაფრის თავში არის ბიძინა ივანიშვილი, მისი ხელდასმის თუ მისი კურთხევის თუ რა ვიცი ღმერთს ხო ეძახიან ეგენი რა ვიცი ვინ არის მაგათთვის, მისი კურთხევის გარეშე მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება. ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მოვიდა დრო ამ ადამიანების დასჯის. ჩვენ თუ შევხედავთ ახლა ღარიბაშვილთან დაკავშირებით შედარებით ულმობიერი იყო, იმიტომ რომ თქვა მე ვაღიარებ ყველაფერსო, ფულსაც მოვიტანო, რაღაცა გარკვეული რაოდენობის თანხა თქვა მედიისთვის და საზოგადოებისთვის, ალბათ სხვა რაოდენობაზე არის ლაპარაკი კულუარებში. რაც შეეხება ძალიან საინტერესო არის უფრო ლილუაშვილის кейსი, იმიტომ რომ ლილუაშვილმა არც აღიარა სასამართლოზეც არ მივიდა, არც წავიდა საქართველოდან და დაელოდა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას. ეს მაფიქრებინებს, რომ მას აქვს ბევრი სათქმელი ბიძინასთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის. ფიქრობთ, რომ სასამართლოს გამოიყენებს ამისთვის, იმიტომ რომ დახურვას ითხოვს, ხომ პროკურატურა პროცესების, ესეც ცნობილია უკვე ჩვენთვის, რომ დაიხუროს ლილუაშვილის პროცესები და არა მხოლოდ სასამართლოს გამოიყენებს, ბევრი გზა არსებობს, ხო, ინფორმაციების გატანის და გამოტანის და გაჟღერების, თუნდაც გარკვეული გზავნილების შეწოდებული შეთვლებისთვის, მაგალითად თუ აქვს რაიმე სათქმელი ბიძინა ივანიშვილისთვის, გრიგოლ ილუაშვილის და გრიგოლ ილუაშვილის, რომ ბევრი ინფორმაცია აქვს. ძალიან ბევრი ინფორმაცია რომ აქვს. ეს არის ცხადი, ეს არის ფაქტი, ეს ვიცით ჩვენ ყველა. ანუ მას ინფორმაციები მარტო ჩვენზე და თქვენზე კი არ აქვს, უფრო მეტი ინფორმაციები აქვს იქ, ვინც არიან გუნდის წარმომადგენლები, სხვათა შორის ბიძინა ივანიშვილი ითხოვდა ხოლმე წლების განმავლობაში, რომ სწორედ გუნდის წევრებზე ყოფილიყო ბევრად უფრო მეტი ინფორმაციები, რომ ბევრად უფრო მართულები ყოფილიყვნენ ეს ადამიანები. რომ გადახევდით შემადგენლობას, მიხვდებით, რომ ზუსტად ამ ნიშნით არიან ადამიანები შერჩეულები, რომ ყველაფერი მათ შესახებ ისე ცნობილია, ძალიან ნაკლებად, იმიტომ რომ დამოუკიდებლობის ხარისხი პრაქტიკულად არ არის იმ გუნდში, ძალიან ნაკლებად შექმნიან პრობლემებს და ბუნებრივია, ბევრად უფრო გაუმარტივდება, ასე გონია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არ უშველის, მაგრამ ამაზე გადავალ ცოტა მოგენით. რაც შეეხება რას გამოიყენებს ლილუაშვილი, მე ვფიქრობ, რომ მას უკვე გაგზავნილი ექნება გარკვეული გზავნილები ბიძინა ივანიშვილისთვის და ჯერ დაელოდება პასუხს იქიდან. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ანი თქვენ ფიქრობთ რომ ბატონი ივანიშვილი. კი ბატონი თქვენ ფიქრობთ რომ ლილუაშვილი არ ელოდა რომ დაიჭერდნენ აი როდესაც პროკურატურაში დაიბარეს იქნება ეს გზავნილები სანამ მივიდოდა პროკურატურაში მანამდე გაეგზავნა ივანიშვილისთვის ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად ბატონი ლილუაშვილის მიმართ ეს პოზიტიური დამოკიდებულება არ არის. მე მინდა ცალსახად და ღიად განვაცხადო, რომ ის ითვლება იმ რამდენიმე ადამიანს შორის, ვისაც ჭკვიან ადამიანად იცნობენ და ეს ასეც არის. მე შემიძლია ეს დაგიდასდროთ იმის მიუხედავად, რომ მე მის მიმართ პოზიტიურად განწყობილი არ ვარ.
ასევე გავიხსენებ იმასაც, რომ წლების განმავლობაში, რაც მე ვიცი, როდესაც რაღაც კრიზისული სიტუაციები იყო კონკრეტულ სიტუაციებში, სწორედ იმ ლოკაციაზე და იმ ვითარებაში ხდებოდა ხოლმე ბატონი ლილვაშვილის ჩართვა, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი გონებრივი შესაძლებლობები ბიძინა ივანიშვილმა იცის ძალიან კარგად. ანუ ეს ადამიანები ძალიან კარგად იცნობენ ერთმანეთს. ანუ თუ ბიძინა ივანიშვილი დანარჩენებზე ფიქრობს, რომ მათი გონება მაინც და მაინც მძიმე არ არის და მსუბუქია, დარწმუნებულია, რომ ლილვაშვილზე ის ასე არ ფიქრობს. და ვინაიდან ციხისკარამდე მივიდა ლილვაშვილი, როგორც ჩანს, იყო რამდენიმე საკითხი ისეთი, რომელზეც ვერ მოხდა შეთანხმება, რომელზეც ვერ მიიღეს ერთმანეთისგან პასუხები. დარჩა ლილვაშვილი საქართველოში, არ წავიდა საქართველოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ кейსს ექნება გაგრძელება. რა გაგრძელება ექნება, მე ძალიან გამიჭირდება ამის თქვა, მაგრამ ის ვიცი ზუსტად, რომ მას ექნება ძალიან ბევრი სალაპარაკო და ბევრი ინფორმაცია აქვს და ბევრი რამ შეიძლება კონდეს სათქმელი ივანიშვილისთვის. დაველოდოთ, მე ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი და აქვე მე ვფიქრობ ძალიან ცუდი ბრალიც არის. ეხლა კორუფცია ესეთი ყველანი კორუმპირებულები არიან, ამაზე შევთანხმდეთ. იქ თუ კორუფცია არ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა შეუძლებელია კორუფციის გარშემო, აბა რისთვის არიან ეს ადამიანები? პირად კეთილდღეობისთვის თუ არ არიან, აბა რა იდეები აწუხებთ? ეხლა რომ ჩამოთვათ, რამდენიმე ადამიანი შეგიძლიათ მითხრათ, რომ სახელმწიფოებრივი იდეებით არიან აღჭურვილები, აი რომელიმე, ხუთი მაინც რომ მითხრათ და მე ვიტყვი, რომ ვწდებოდი მთელი ამ ხნის განმავლობაში. რა თქმა უნდა, არა. ეს ადამიანები არიან სწორედ იმაზე მიბმულები, რომ თუ იქნებიან მორჩილები, თუ გარკვეულ პრივილეგიებს მიიღებენ, მათთვის ეს საკმარისია და ბიძინა ივანიშვილიც ჩათვლის, რომ მის ხელისუფლებაში და ძალაუფლებაში ყოფნას საფრთხე არ ემუქრება. ასეთი ხასიათის არის დღევანდელი ხელისუფლება და რა სამწუხაროა, ჩვენ საერთოდ არ უნდა ვფიქრობდეთ ამაზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხალხი მართავენ ჩვენ სამშობლოს და მათზე არის დამოკიდებული, როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყნის მომავალი, ბუნებრივია ჩვენ ამაზე საუბარი გვიწევს, თორემ ნამდვილად არ არის სასიამოვნო, ჩემი აზრით ძალიან წარსულები არიან, მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხეთ, ჩვენ საზოგადოება ვერ მოვახერხეთ, რომ ისინი გაუშვათ წარსულში და ერთხელ სამუდამოდ და საბოლოოდ. ეხლა რაც შეეხება იმ საკითხს, ეს დასრულდება თუ არა, ვერ დასრულდება, იმიტომ რომ ეს ჯაჭვი გრძელდება, ხო? ეხლა მოდით ვთქვათ, ლილვაშვილი მარტო ხო ვერ იქნებოდა აი ამ ხელა კორუფციულ სქემებში. თუ ბავშვებს ფულს პარავდა, საჭმელს პარავდა, ტენდერებში იყო, რაღაცეებში იყო, ბიზნესმენებთან იყო და ასე შემდეგ. მთელი სქემა, ხო? ესე იგი, მთელი სქემა არის გასაშიფრი აქ და ამიტომ მე ველოდები, რომ იქ კიდევ უნდა ამოვიდეს გარკვეული გვარები, რომელიც შეიძლება სულაც არ იყვნენ დაკავშირებული, უშუალოდ არ იყვნენ ლილვაშვილის გუნდის წევრები, მაგრამ გარკვეული კავშირი ჰქონდათ ზოგადად კორუფციულ სქემებთან. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ლილვაშვილი ბევრი წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყო და ეს სამსახური ძირითადად გარესაფრთხეებით კი არ იყო დაკავებული, ზუსტად აი შიდა ასეთი რაღაცები, ასეთი ინფორმაციების მოკვლევით იყო დაკავებული, დარწმუნებული ვარ, რომ მის ირგვლივ მასთან ძალიან ბევრი ინფორმაცია ინახება პირველ რიგში სწორედ გუნდის წევრებთან დაკავშირებით და უზარმაზარ კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით, რომელიც ფაქტი არის, რომ არის ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ რომც არ ვილაპარაკოთ ამაზე, ჩვენ საერთოდ არაფერი რომ არ ვთქვათ, აი ეს ბოლოს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ქვეყანა წლების განმავლობაში ცხოვრობდა კორუფციაში, იმიტომ რომ ბრალი აქვს დაყენებული პრემიერს, ბრალი აქვს დაყენებული ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს, ბევრი კითხვა, თავდაცვის მინისტრიც დაკავებულია. მე ვფიქრობ, რომ რატო ამოარჩიეს მაინც და მაინც თავდაცვის მინისტრის დანარჩენები არ შვებოდნენ, რა საინტერესოა. დარწმუნებული ვარ, სხვასთან ბევრად უფრო რთული кейსებია, დარწმუნებული ვარ ამაში სრულად. მაგრამ ჯერჯერობით როგორც ჩანს მათთან დაკავშირებით ინტერესი ბიძინა ივანიშვილს არ გამოუხატავს ან არ არის საჩქარო. როგორც ჩანს ეს თემა მისთვის ბევრად უფრო საჩქარო იყო და დანარჩენები ჩადგებიან რიგში იმის მიხედვით, რამდენად დაინახავს მათში საფრთხეს ბიძინა ივანიშვილი. და ეხლა აუცილებლად უნდა შევეხოთ რა როლი აქვს ამ ამბავში კობახიძეს. რა თქმა უნდა, კობახიძე მოახერხა, არ იყო ადვილი მოსახერხებელი, მაგრამ მოახერხა და ჩამოიშორა კონკურენტები. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ მიხვდება ბიძინა ივანიშვილი, ამით თავიდან ბოლომდე ჩამოშალა ქართული ოცნება. თუ კი რამე ჰქონდა დარჩენილი ქართულ ოცნებას,
თავიდან ბოლომდე ჩამოშალა ქართული εθნობა და ეს ძალიან მალე გამოჩნდება სხვათა შორის, იმიტომ რომ არაფერზე აღარ დგანან. ჯერ ისედაც ძალიან რაღაც გარკვეულ ძალიან მცირე სიმყარე ქონდა ამ გუნდს, ახლა მთლიანად ჩამოშლილია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე როდესაც ვაცხადებ, რომ ჩამოშალა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც კორუფციას ედავებიან, საქმე არ უნდა აღძრულიყო, იმიტომ რომ ბუნებრივია ქვეყანაში მართლა საშინელი მდგომარეობა, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ადამიანებს ახლაც ატყუებენ, აი ახლაც ძალიან ცუდად ექცევიან, როდესაც ეუბნებიან, რომ კორუფციის ბრალდებით დააკავეს. კორუფცია რომ არის ამის შეფუთული რომ არის კორუფციის ნიშნით, თორემ ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით რომ ეს არის ძალიან კაფიოდ პოლიტიკური, რომელზეც ბევრი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ რომ უახლოეს მომავალში კი მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. სხვათა შორის ინფორმაციები მინდა უთხრა ქართულ ოცნებას, რომ აი ხა ნიაღვარი ვიძჟონავს ქართული ოცნება. მაგალითად რა არის ისეთი რაც შეიძლება საინტერესო იყოს ქალბატონ ვაანი ჩვენი მაყურებლისთვის და საზოგადოებისთვის თუ შეგიძლიათ. არ ვარ დარწმუნებული, რომ მაგალითად მყარად არის ეხანდელი პრემიერი და მისი გუნდი და თქვა ხვალ კითხვები არ გაჩნდება სხვა ადამიანებთან დაკავშირებით. არც იმაში არ ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს დაწყებული ახალი, როგორ გითხრათ, შემცვლელის კობახიძის შემცვლელის ძებნა? დიახ, არ ვარ ამაში დარწმუნებული. ახლა არ შემიძლია არაფრის დამტკიცება და არ შემიძლია არაფრის ესე დადასტურება მიჭერს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მეტნაკლებად ვიცნობ ივანიშვილის ბუნებას და იმის გათვალისწინებით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ბევრი პრემიერი გაუშვა და ვიცით ხო ამ პრემიერების кейსები, დარწმუნებულია რომ კობახიძე გამონაკლისი ვერ იქნება. თუ რასაკვირველია, კობახიძემ ვერ მოახერხა მყარი პატრონის პოვნა საქართველოს საზღვრებს გარეთ. არ გულისხმობ რასაკვირველია დასავლეთის ნაწილს, გულისხმობ ცალსახად ჩრდილოეთის ნაწილს გულისხმობ. და ამაზე მუშაობს კობახიძე, რამე ესეთი ინფორმაციებიც არსებობს, რომ რუსეთში ეძებს ისეთ მფარველებს, რომლებიც არ შემიძლია ამის დადასტურება ინფორმაციებს არ ვთვლობ. გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიცი, თუ კობახიძე ამას აკეთებს, ამაშიც გასაკვირი არაფერი არ იქნება, იმიტომ რომ მოვიდა ხელისუფლებაში, ძალაუფლება შენარჩუნება უნდა, იცის რომ ახირებული კაცია ბიძინა ივანიშვილი და შესაბამისად თავი უნდა დაიცვას. არ ვიცი, რამდენად მოახერხებს, ან რამდენად შეძლებს, ან რამდენად მუშაობს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერები დიდხანს ვერ არიან ხოლმე და გამოცდილება მაჩვენა, ბოლო წლების გამოცდილება აჩვენა, რომ ეს არის ასე, თან ყველა პრემიერი რაღაც გაურკვევლად მიდის ხოლმე და მე აღმოაჩენენ ხოლმე, რომ თურმე ვიღაცეები თხრიან და მე ამიტომაც გაუშვეს, ვიღაცეები თურმე სამშობლოს აბარებენ და მოღალატეები არიან ქვეყნის, ვიღაცეები კორუფციაში არიან, ვიღაცეები კიდევ მეტუბედურებებს ჩადიან და ამიტომ არაფერს არ გამოვრიცხავ, მართლა არაფერს არ გამოვრიცხავ, თუ იმასაც გავთვალისწინებთ, რომ მოახლოებული სანქციების ფონზე პანიკა იმდენად თვალშისაცემია იმის მიუხედავად, რომ ცდილობენ შეინარჩუნონ რომ გარეგნულად შეინარჩუნონ არაფერი ხდება, შესაძლოა პანიკამ გამოიწვიოს ბევრი შეცდომების დაშვება მათი მხრიდან, რასაც მე არ გამოვრიცხავ და არ გამოვრიცხავ ასევე იმას, რომ სანქციები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაცხადდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება საკუთარ ხალხს წამლავდა და სასიკვდილოდ იმეტებდა, დანარჩენი ცივილიზებული სამყაროს პასუხი იქნება აბსოლუტურად ადეკვატური ამ ხელისუფლების მიმართ. ასე რომ მშვიდად ყოფნის შესაძლებლობა რომ არ აქვთ, ეს არის ფაქტი. კი ბატონო, ქალბატონო ანი, აი თქვენ ახსენეთ, რომ არ ვარ დარწმუნებული, რომ მაგალითად კობახიძე და მისი გუნდი მშვიდად იყვნენ, რომ შესაძლოა რაღაცა შემდეგი ესე ვთქვათ, მათი ჯერი არ იყოს, ვისაც ელოდებათ ეს სასამართლო პროცესები, შესაძლოა ციხეც და ასე შემდეგ. რა შეგიძლიათ გითხრათ კახა კალაძესთან დაკავშირებით, რომელიც აი პირდაპირ ირიდებს პასუხისმგებლობას, იგივე თუნდაც აი ლიულაშვილს რასაც ედავებიან, იქ როდესაც საუბრობთ ბაგაბაღების სააგენტოს ხელმძღვანელზე, მერიის სხვა თანამშრომლებზე, რომლებიც თურმე გამოძიების ვერსიით იყვნენ ჩართულები აი ამ საქმეში, გუშინ კალაძის პასუხი იყო, რომ მე
რა შუაში ვარო. აი, რამდენად შეიძლება კალაძე გადაურჩეს, მოკლედ ესე ვთქვათ, ამ ამბავს, იმიტომ რომ დიდი ხანია მის თავს და მის ირგვლივ ესეთი ხმები არსებობს, რომ რაღაც კონკრეტული ფულის მიტანას თხოვენ, რომ შემდეგ თითქოს დაალაგდა ივანიშვილთან, რომ ნაწილ-ნაწილ უნდა მიიტანოს და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც ბოლომდე თითქოს მშვიდად არ გამოიყურება. ანუ ჩვენ ასე უნდა შევხვდეთ. მე არ ვიცი ახლა ლილუაშვილის აი ამ ბაგაბაღების кейსთან რამდენად შეიძლება კავშირში იყოს, არ ვიცი, იმიტომ რომ ძნელად წარმოვიდგენია ლილუაშვილი კალაძის კავშირები. ძალიან ძნელად წარმოვიდგენია. ახლა კითხვები შეიძლება კალაძესთან იყოს სხვა მიმართულებით, მაგრამ ამ кейსში რაღაცნაირად ვერ წარმოვიდგენია. მაგრამ პრობლემა იცით რაში არის, რომ აი ვიღაცა დამნაშავე არ არის. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ყველა კორუფციაში ეს ცალსახა არის. ხო ახლა რიგითი ოცნებელიც კი ახლა მაგალითად რიგითი დეპუტატები წარმოიდგინეთ თქვენ ახლა არც მის სახელებს და გვარებს ხოლმე დავასახელებ, მაგრამ აბა რატო არიან, რას აკეთებენ, აი რა უნდათ იქ, რატო რა მიზნები აქვთ ხო ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, რაიმე ერთი იდეა მოგისმენიათ რომელიმე ქართული ოცნები და რომ აი უკეთესი იქნებოდა ასე ამდენი გამოწვევა აქვს ამ ქვეყანას. იდეა არ უჩნდება არავის, რომ რაღაც არის ამ ქვეყანაში გასაკეთებელი. ანუ იმის თქმა მინდა, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი კალაძეში დაინახავს საფრთხეს, გასაკვირველია იგივე დამოკიდებულება ექნება მის მიმართ, რაც ჰქონდა თქვა ღარიბაშვილის და ლილუაშვილის მიმართ. მე არ ვიცი ამ დროისთვის არ ვფლობ ინფორმაციებს, არის თუ არა რაიმე ისეთი ინფორმაციები ბიძინა ივანიშვილის ხელში, რომელიც მას აფიქრებინებს, რომ ხო, კალაძეც მისთვის არის საფრთხის შემქმნელი. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ იმდენად, როგორ გითხრათ, იმდენად ყავლი გაუვიდა ამ ხელისუფლებას, იმდენად, რა ვიცი, აი, იმდენად ბევრი დანაშაული ჩაიდინეს საკუთარი ქვეყნის წინაშე, რომ ხა ძალიან რთულია ელაპარაკო, რომ ვის ნაკლები ცოდვა აქვს, ვის ნაკლები დანაშაული აქვს. ხა ვიღაცებს შეიძლება უნდოდათ, რომ რამე უკეთესი გამოსულიყო ამ ხელისუფლებიდან, ვიღაცები შეიძლება ცდილობდნენ, ჩვენ ვცდილობდით, ძალიან გვინდოდა, ჯერ ხმას არ ვიღებდით, მერე დავიწყეთ ლაპარაკი კულუარებში, მერე ვკამათობდით, მერე კიდე რაღაცებს ვამბობთ, ეს ასე არ შეიძლება, მე რომ მივხვდით, რომ ხა აზრი არ აქვს, არც კამათს, არც არაფერს და რჩები უმცირესობაში და გამოდის, რომ არავის არ ითვალისწინებს, ხა ასეთ დროს მიიღო გადაწყვეტილება, რომ წახვიდე იქიდან. ბევრს ყოფნის ამის გამბედაობა და ბევრს არ ყოფნის. საბოლოო ჯამში მე ყველა იზიარებს ხოლმე იმ გუნდის პასუხისმგებლობას, რომელიც გუნდშიც არის. ამიტომ მე არ ვიცი, მართლა გამიჭირდება, მაგრამ ფაქტი არის, რომ ეს არის ერთი გუნდი, რომლის ძირითადი ხელწერაც არის კატასტროფული კორუფცია, რომელშიც ჩვენ ქვეყანა დღეს ხომ. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, ანი. მადლობა თქვენ. ანი მიროტაძე საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში.